ტრაპიზონი აბრეშუმის გზის პროექტის მონაწილე ქვეყნების ბიზნესმენთა სამიც მასპინძლობს ფორუმის უმთავრესი მიზანი ახალი ბიზნეს პროექტების შემუშავება და ამ სფეროში წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაა. ფორუმის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა რეგიონის პირველმა პირმაც გამართა. უკვე ცნობილია, რომ უახლოეს პერიოდში ბათუმი-ანკარას პირდაპირი ავიარეისები ამოქმედდება. 18 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი ბიზნეს შეხვედრები, მოლაპარაკებები, გასულ წლებში მიღებული გამოცდილების გაზიარება და ახალი პროექტების დაწყების კარგი შანსი. ტრაპიზონი აბრეშუმის გზის პროექტის მონაწილე ქვეყნების ბიზნესმენთა სამიტს მასპინძლობს. ტრადიციულად უკვე მეორედ სახელმწიფო ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბიზნესმენები თურქეთში იკრიბებიან. სამიტის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. ლევან ვარშალომიძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ის რაც ახლა ხდება წლების წინ მხოლოდ ილუზია იყო. აჭარის პირველმა პირმა თურქეთის რესპუბლიკასთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თურქეთის ეკონომიკა არის მე-6 ევროპაში და მე-16-ია მსოფლიოში. და ძალიან სტრატეგიულია, რომ ჩვენი მეზობელია და დღევანდელი სამიტი და გამოფენა უფრო მეტი, რომელიც ეძღვნება სოფლის მეურნეობას და სოფლის მეურნეობის დარგებს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მე იმედი მაქვს, რომ აქ არსებული სახელმწიფო სტრუქტურებიც, ბიზნესიც ნახავს თავის პარტნიორებს და მოიზიდავს კიდევ დამატებით ინვესტიციას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში. ასე რომ ყველაფერი მნიშვნელოვანია. ყველას უნდა შევხვდეს, ყველას უნდა ვესაუბროთ, რადგანაც კიდევ დამატებით ინვესტიცია მოიზიდო და კიდევ დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნა ჩვენს რეგიონში. სამიტის მონაწილეები ერთმანეთს საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს აცნობდნენ. საუბარი შეეხო ისეთ მასშტაბურ პროექტებს, როგორიცაა ნაბუკო და ბაქო-თბილისი-ჯეჰიანი, რომელშიც საქართველო აქტიურად არის ჩართული. მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლება კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ უახლოეს მომავალში თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლა საქართველოს მოქალაქეებს პირადობის მოწმობით შეეძლებათ და ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. სამიტის მონაწილე ქვეყნებთან უკვე წლებია საქმიანი ურთიერთობები გვაკავშირებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველო. ჩვენ უკვე ვსარგებლობთ ერთი საბაჟოთი და ერთი აეროპორტით, მალე კი ჩვენს მოქალაქეებს ორი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა პირადობის მოწმობით შეეძლებათ. აჭარაში კარგი საინვესტიციო გარემოა და ჩვენი წარმომადგენლები სხვადასხვა პროექტებს ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელს და სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა პროექტი ორი ქვეყანა ერთი ტურისტი იყო, რომელიც უკვე მეორე წელია ხორციელდება. პროექტის თანახმად ტრაბზონში ჩამოსული ტურისტი ბათუმს ეწვევა და პირიქით. შეხვედრაზე კიდევ ერთი ახალი გადაწყვეტილება გაჟღერდა. საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ ავიარეისებს კიდევ ერთი ბათუმი-ანკარის რეისი დაემატება. სიახლეებია ირანთან დაკავშირებითაც მალე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ახალი საავტომობილო რეისები ამოქმედდება. სამიტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეხვედრა ორ მეზობელ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს. აჭარას დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ გასულ წელს ზღვისპირა ქალაქში ვიზიტორთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია. ჩვენი ერთობლივი პროექტი ორი ქვეყანა ერთი ტურისტის სამომავლოდ მათ რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. სამიტის მონაწილეებს სიტყვით ტრაპიზონის გუბერნატორმაც მიმართა და განაცხადა, რომ ბათუმში ძველი და ახალი არქიტექტურა ჰარმონიულად არის შერწყმული ერთმანეთთან. მან ფორუმის მონაწილეებს ზღვისპირა ქალაქის ნახვა ურჩია. სამიტის მონაწილე ბიზნესმენები და სახელმწიფო მოხელეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ სარფის საბაჟო გამშვებპუნქტს სახმელეთო გადაზიდვებში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. თურქეთის სავაჭრო სამრეწველო პალატა მსგავსი ტიპის შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმძღვანელობს, რაც შეეხება სამიტს იგი ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. აბრეშუმის გზის სამიტის ფარგლებში გაიმართება სახელმწიფო მოხელეთა და რეგიონების ლიდერთა პირისპირ შეხვედრები. გეგმავთ, რომ აზიისა და კავკასიის ქვეყნების ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს ყოველ 6 თვეში ერთხელ შეხვდნენ, რაც პროექტში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკურ პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ სამიტის ფარგლებში სამრეწველო გამოფენაც დაათვალიერა, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ტექნიკა იყო წარმოდგენილი.